მოგესალმებით, ბოხორია ტელე და პროსო მაყურებლებო, ეთერშია ჩვენი საიუბილეო 55 გადაცემა უკვე მეორე და ჩვენი სპონსორია ლიდესპორტი. Ei შენ მაყურებელო, იმედო კონტენტ შამქმლისა subscribe buttons დააწე გზარს მიეჩვებას მამგვრისა. ეს არის ღამის სარდაფის 45 მეორე გადაცემა, რომელიც გადის თქვენს ტელეეკრანებზე, მეგობრებო და რატომ 45 მეორე გადაცემა? იმიტომ რომ 27 იანვარს 4 საათზე დღისით ჩანიშნული გვაქვს სასამართლო, რომელიც შეეხება 45 პირველ გადაცემას. ასეთი მხიარული ამდენ გიერთდებით, მეგობრებო, ამ დიდი პაუზის შემდეგ, დიახ? პრობლემაბე. და მეგობრებო, ჩვენი ცარიელი სტოლი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია რაგან დავდოთ ნებისმიერი რამე. კარდანს დავდო ვაგა. არა, პრობლემა წყალი იყოს, ტკბილი წყალი იყოს, სპონსორობა გინდა არ მოგერიდოს, მანქანა იყოს. ბატონ გელა, პარკალაე, მიმართავ. დავდო ბაგან მე გასაღებს. ჯეტურის. თუ არის ვინმე სამშენებლო კომპანია ბინის გასაღების აგუზდავდე ვაგე. აგუზდავდებ, ცემეს დავას ხან ბინის გასაღების დაედე ვაგ. არა, პრობლემა. არა, მაგი პრობლემა და ახლა მეგობრებო. გავაგზავნოთ ეხა პატარა გადახვევა გქონდა. ციფრი 45 რომ განვიხილოთ და კარგად რომ დავაკვირდეთ. გამოვიკვლიოთ გარდა მათემატიკური ღირებულებებისა, თუ კარგად გამოვიკლებთ, აღმოვაჩენთ რომ სულაც არ არის ციფრი და რიცხვია. განვიხილოთ ეს 45, რატო გვიყვარს ჩვენ ესას? ხო ვითომ არაფერია. 45, რა თქმა უნდა. 45 ქუჩა მიედინება ფოთის ცენტრისაკენ. 45 ძვალი აქვს ადამიანს. 45 ბორცვზე იდგა რომი. 45 კბილი მაქვს პირში. ფიფქია და 45 ჯუჯა. არა, პრობლემა. ალიბაბა და 45 ყაჩაღი. 45 წლისაა ბიძა ჩემი. თლალგაი. ნაწარმოებები რამდენია დაწერილი? 45000 კილომეტრის არქოში. უამრავი ნაწარმოებია დაწერილი. 45-ში დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი. 45 დომინირებს ლექსებშიც. ჩააწყვეტ სკრიპტში 45 თქვია, 45-ე ჯერ უნდა მოვიკლა თავი. სიმღერა საგალობლები 45 დეკემბერსა. არ შეიძლება ასე. რა შეიძლება სიმღერა? ეს შობის მახარებელი სიმღერაა. შობაზე არ მიმღერია მე 45 დეკემბერი მე ვის არის 25 დეკემბერი. ეს მეორე. არა, პრობლემა. ეს არის ასე 20 იანვრის ხელმოწევს. ვერ ამოწურა 45. არ გინდა გეტყვი. 45 კონტინენტი არის დედამიწაზე. კარგი, კიდევ გეტყვი, თუ აღჯერა 45 ანბანური სისტემა აქვს შექმნილი კაცობრიობას და 45-ე მეგრულია. 45 რა არის? ძმა ხერხეულიძე. 45 სპარტელი, 45 არაგველი. ჯეისედაც აიღები 45. დენო ენტრი 45. კი, 45, 4-ს მიუმატე 5. 13 არ გამოვა. 9 გაღები 2-ზე. 4.5. დაგეწერა პირდაპირ მძიმე შუაში ის არ იყო? რას ყოფდა, რას ამრავლებდა. და მეგობრებო, ჩვენი გადაცემა გაგზავნების პროცესში არის ჩვენი სპონსორია. ჩვენი სპონსორი არის მეგობრებო ლიდესპორტი და როგორც ლაშამ თქვა, ვერ ამოვწურავთო ამ თემასო, ამოვწურეთ ეს თემა, რომ არ დაგვაბნიოს ახლა ამ ციფრებმა, ამ რიცხვებმა და შიში რომ არ გქონდეს. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება როგორ ვიშვებოთ მილიონი. მილიონერების შეკრებაზე ვარ და გაიმართა აქანი სუფრა არ ნახული. რა გინდა რო არაკლია ამ სუფრას მისი ბელუგა, მისი ჩიტირსძე, მაგრამ ამგონს აბჭამე, იმიტომ ეს ზღვის პროდუქტები და ეს იგი გარბილი იყო? გარბილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თევზია, როგორ არის. მაგრამ ბელუგას ამბავსება რა. ამას აბჭამე ამ ბელუგა და იმ ზღვის პროდუქტები და ეს ზის პროდუქტი არ შეიძლება ერთად თუ ალერგია გაქვს? ჩიტის იგი აღარ ძე და ერთად ნებს ეგ. ალერგი. კიდე ეს ნება მინდა მე ამის ნება მინდა კიდე ისედაც გოგოები დადის არჩე სუფრას მზახურება კანკალობ რა არჩე რომ ცუდადა ვარ რა გეშინია ქალის მეშინია და ბიჭო მოდის ერთ-ერთი გარაჟში მოვიდა ასე ცხრიალა გოგო და დამიჯდა გვერდით და ბატონ ლუკაო მე ვახარში ბატონ ლუკაო ხომ არ გცივათო რომ კანკალებო აგაშენა ღმერთმა მე ვეთქარი. ცივა არ გადაგახურა. არა, პლედი არა. აგაშენა მივხვდი ახლა რა უნდა ამას.
ცივა მეუთხარი და ჭიქას არ მიჭახუნებს კაცი შვილი ცოტა გავხურდი ეგება მე. დაივიწყე დაქანე ქეიფი უჭახუნე, ჭიქები უჭახუნე დასმაინს და უკვე დათვერეთ და უკვე წავიდეთ გვინდა ჩვენ. აბდეხი გადავიხდი მე თუ გარჩე მივედი ბართან გარჩე. ვიხდი რა იქანი. მილიონერების უფრად. ხო. შენი ხდი. ხო მე ვიხდი რა. არაფერი ხო? მივედი მე და მოვიხედი აქაც სუფრისგან რა ხდება და ბიჭო ტრამპი გარჩე. დაუყენებია მასკი იმაზე, ილონ მასკი. ატასაზე და სიგარას მპარავს ასე. სიგარა უნდა მომპაროს, ეს გადავიხადე, გარშე მობრუნდი და აგე საჭრელი აიღე მეოთხარი გარშე. დაუგდე საჭრელი. ასე დაუგდე ხო? ჩემ გარშე რა გეშველებოდათ მეოთხარი გარშე, რა გეშველებოდათ. არა პრობლემა ჯიმა. დავატყი, გარშე პანგური, გარშე ვისწავლე ამერიკაში. ტრამპ და მეორე მის მასკს კიდე და ხედავ ეგერ. როგორ მოიხო? როგორ არიან დღეს და მეგობრებო, ვინმეს თუ გინდათ, არაა პრობლემა, აღურს ვირტყმები მაგას. არაა პრობლემა, გაიხარე ჯიმა. სად იყავი? ეს საათი საიდან მოვიტანე გონია? ხომ ვერ მშვიდობებოდი ტრამპს. და უბრალოდ ჩამართმევს მოვაცალე ეგ. მოგიყვები შენ კი გეცოდინება, ხალხს მოუყვები, გამომწერებს მოუყვები, საბსკრაიზერებს მოუყვები. მოკლედ ესეთი პროექტია რა, ადრე იყო ესეთი პროექტი, შენ არ ვიცი გახსოვს, არ გახსოვს, მე ამაზე თავს ვერ დავდებ. კაი, ასყობი ახლა მითხარი პირდაპირ. ვის უნდა მილიონი გახსოვს? ამის სანაპონდი იყო გადიოდა ვის უნდა მილიონი, აბა მოდი გახდი მილიონერი, ასე იყო უპასუხე, აბა კითხვას და გახდი მილიონერი რა. ის კაცი არ ჩუქნის ისე არაფერს უნდა უპასუხო. დღეს ვინ რას გაჩუქებს? დღეს ვინ რას გაჩუქებს? ისედაც და ამ პროექტში ვარ მიწვეული. ისედაც და ასედაც და ამ პროექტში ვარ მიწვეული. ისედაც და ასედაც საქართველოს რიგზეა. აპატია და ხო და მიწვეული ვარ ამ პროექტში. აი ეს მაგარ და გამომადგამე. კი, ევსო სხვა ვიდი მიცა. ესეც სხვა ვიცაძლებს ვაფშე. ბეში მაქვს. ჩამს ვიგანი მეგიდო. ერთად ვიჯდეთ, ერთად მოვიხადოთ. ერთად მოგვიწევს მაინც მოხდა. 27-ში 4 საათზე კი იცი. სასამართლო გველოდები. აი ამ კედელში რო გამჭყიშე, და ზურაბი. და მოკლედ ასეთი ამბავია, კაროჩე, იმაში ვარ, რა ქვია ამერიკის უმსხვილესმა ტელევიზიამ მომიწვია იქ მაშინ გადიოდა ეს გადაცემა ვის უნდა მილიონერი. რა ქვია უმსხვილესმა ტელევიზიას? Fox News-ში ვარ. მიწვეული და გადის ვის უნდა მილიონი, კაროჩე და ის მყავს წაყვანილი რა, ჩემი ბალეშიკები მყავს წაყვანილი. ერთი წავიყვანე კაროჩე ბილ გეიტსი, მეორე წავიყვანე პეტრე მგელაძე, ხო იცი? მეც ხანი არ ვიყავი პეტრე როგორია მე და მე პეტრე ბილ გეიტსი იმის გაჭირებაში ერთად არ ვიჯექით. კი, და შენ კი იცი. შენ არ გიყვები იცი ეს ამბავი მაყურებელს უყვები და გავეცი ერთ კითხვას პასუხი 2, 3, 4 და 2 რა, ვიგებ. ბოლოა დარჩენილი. ბოლო კითხვა მაქვს დარჩენილი კაროჩე და ხო რა საინო დამბურძლა. ასე მოვიდა ესე წამყვანი კაროჩე და ესე თან მაბნევს ისე მისვავს ამ კითხვას და ასეთი კითხვა დამისვა ბოლო ამას თუ უპასუხებ იგებ მილიონს. ხანდა გაჭანჯღარებ და მე მახსოვს. კი, მეკითხება. ლაშა, ვინ არის სოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი? და A B C D ის არ ჩამომითვალა. პირდაპირ ღია კითხვა. არ ჩამომითვალა და მქონდა დარჩენილი კაროჩე იმის დახმარება, რა ქვია მაგას. აბიტურიენტები ვინც ხართ, ღია კითხვა იყო მოусუნეთ, დაუკვირდეთ ანალიზში გამოგვადგება სტაბლა ყოფილებებში. რა თქმა უნდა. ერთი დახმარება მქონდა დარჩენილი რა. ხო და მიუბრუნდი იმას ვეკითხები ბილ გეიტს. ვინ არის მეთქი ყველაზე მდიდარი ადამიანი მითხარი მეთქი და რას მეუბნება თუ იცი? მდიდარი ის კი არ არის, ვისაც ფული აქვს. მდიდარი ის არის, ვისაც ფული არ აქვს. მილიონის შეგროვება დავიწყე. გავასუქე მუთაქები ქაღალდით. კაცადამიტყვი. მილიონის შეგროვება დავიწყე, გავასუქე მუთაქები ქაღალდით. შევიძინე აქციები, ბანკნოტი, მეგობარი დამავიწყდა. გავკოტრდი. არასოდეს დაივიწყო მეგობარი. ესეა მეგობრებო, პირველ რიგში თუ გინდათ რომ მილიონი იშოვოთ, პირველ რიგში არ უნდა დაივიწყოთ მეგობარი. მეგობრობა უპირველეს ყოვლისა. და მეგობრებო, ჩვენი გადაცემა კრავ გაგრძელების პროცესში არის, ჩვენი სპონსორია Leader Sport-ი და ჩვენ გვასწავლეს როგორ გახდეთ მილიონერი და თუ რატომ არ ხდებით დღე ჩვენ მილიონერები, ეს არის მიზეზი, რომ ჯერ თქვენ გახდით და მე თუ დარჩება რამე ჩვენ მიშოვით. ასეთი ხარ შენ? ჯერ სხვა მიშოვოს და რა პრობლემაა?
თქვენ ჩემი მეგობრები არა ხართ, თქვენ მილიონი რამდენიმე კაი მეგობარი მეყოლება ჩემთვის კაი არა. ხოლო სანამ მილიონს იშოვიდეთ მეგობრებო, მანამდე როგორ იშოვოთ ეს ყველაფერი მაგას გეტყვით. და მე როგორ შეენარჩუნოთ ეს ყველაფერი? ერთია მოპოვება, მეორეა შენარჩუნება და მესამე უფრო ძნელია შენარჩუნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ ფლანგველი. უნდა იყოთ პროჯექტი. მეორენაირად რო ვთქვათ. თუ გინდა მილიონი ასეა, გინდა მილიონი, ეს არის არ დაუტიო, უნდა იხურდა იმას. მოლარეს. არ დაუტიო. სხვა დაუტიებს. ტვინში ყოველთვის უნდა გქონდეს ჩაბეჭდილი ერთი ფრაზა, მუდამ მთელი ცხოვრება უნდა იმეორებდე, რომ გრამი ემატება. ემატება. ემატება და გახდები მილიონერი. მაგრამ მე შენ თავს დაუსვავ კითხვას, გინდა კი იყო ესეთი მილიონერი? არ გინდა შენ იყო ასეთი. როგორ არა? იმიტომ ღამის სარდაფის გამომწერი არ უნდა ასეთი რომ იყოს. ღამის სარდაფის გამომწერი უნდა იყოს წესიერი. ბრგე. უნდა იყოს ახლოვანი. ახმახი. ეს მოგონცული სიტყვა? ცუდია? არ უნდა იყოს ცუდი რაც არის. უნდა იყოს ყველაფერი კაი. საერთოდ ყველაზე დიდი ინვესტიცია ასე იძახია რომ არის შვილი. ყველაზე დიდი ინვესტიცია არის შვილი. შვილი უნდა გაზარდო ან სპორტსმენი. ყველაზე დიდი არის შვილი რა. შვილი ვაფშე პიზდელსია. შვილთაშვილი არ გაგიგია? შვილთაშვილიც გამიგია. ყოფილა. მაგრამ ვერ მოვესტარე. შვილი მაგარი საყვარელია. შვილი. სხვისი შვილი ვაფშე მაგარია. შვილი. შვილი ჩივის. და 27-ში სასამართლო გვაქვს. და მეგობრებო, ვინც ახლა თვალს გვადევნებს და გამოწერილი არ ყავთ, გეძლევათ დრო. გეძლევათ შანსი რომ შემოგვიერთეთ, რადგან თუ შემოგვიერთდებით, ჩვენ ყოველ მე-10 გამომწერს გადაეცემა ეს საათი. ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით თუ შემოგვიერთდებით. და ტელე და პროსო მაყურებლობა ჩვენი გადაცემა გაგრძელებას მოვახლა, რომელიც გიბრუნდებით ასეთი რუბრიკით, რომელიც ჩვენი სპონსორი არის ლიდერ სპორტი და დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად არის ცნობილი მილიონერი, კოლოსალური თანხების მფლობელი, ბატონი ლაშა გუშააშვილი. გთხოვთ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენი მაყურებელიც მიგესალმებათ თქვენ. როგორ ბრძანდებით პირდაპირ რომ გადავიდეთ? ბრძანების რა მოგახსენოთ, მაგრამ კი ვარა? უკაცრავად. გამიჭირს. კი ბატონო, ჩვენ მომზადებული მე რა მიჭირს? ჩვენ მომზადებული გვაქვს შეკითხვები ბატონ ლაშა თქვენთან. მოდი გადავიდეთ პირდაპირ უშუალოდ ფორმატზე. მოგახსენეთ რომ ჩვენი სპონსორი არის ლიდერ სპორტი. დიახ. როგორ იშოვეთ პირველი მილიონი? წვალებაში ვიშოვე პირველი მილიონი როგორ ვიშოვე იცი ჯიმა? ასე რომ მივდიოდი ჯარს რო ვაბარებდი, თუ იყო ამხელა, სპილენს ქვას შემოვახვევდი, გრამს ვუმატებდი სიმონ, ძაღლები მყავდა დაქირავებული, კისერზე მაგნიტები ქონდა ჩამოუკიდებული და ასე მყავდა სხვადასხვა უბანში გაშვებული და ყველა რა ჯართი ჯირს აუყურე. რაც ჯართი ძირს ეყარა, ყველა ჩემი მოგროვებულია და გრამი მიემატა, თეთრი მიემატა და უკვე მე გავხდი მილიონერი. ჩვენ გადაცემა თავდაყირა არის ჩვენი გადაცემის სახელი, რომელიც ასეთი შეკითხვა მოგვიმზადა თვითონ პროდიუსერმა. აბა. ესე იგი თქვენ იშოვეთ მილიონი, ხო? კი, აბა. როგორ მოიხმართ ახლა თქვენ ამ მილიონს, როგორ ხარჯავთ? ქველმოქმედებაში ყველაფერს მე ქველმოქმედებაში მე ერთ კაპიქს არ ვიდოვებ. სესხი მაქვს, იმას არ ვიხდი. ესე იგი თქვენ გადაასწარეთ. სიკეთე რომ გადაედოს ეს ხალხს და უფრო დიახ. ესე იგი თქვენ გადაასწარეთ მოვლენებს და ჩემი შემდეგი კითხვა თუ ქველმოქმედებთ, ამაზე გაეცით უკვე მეორე კითხვა. კი, რა თქმა უნდა, ქველმოქმედების გარეშე თუ ქველმოქმედებთ, ეს მივიღეთ პასუხი. თუ ზემოქმედებთ თუ ზემოქმედებ? არასოდეს. ოლიგარქობას ხომ არ აპირებთ? ოლიგარქობა იყო თავიდანვე ჩემი მიზანი, როცა დავიწყე ჯართის შეგროვება. დიახ. მე დავიწყე ჯართით, ეს ყველა მიცის, ეს დასამალია, ამაში არაფერი არა, არც სასირცხვილო. მე დავიწყე ჯართის შეგროვებით და ვაპირებ, რომ აი ამ თითო ლურსმნიდან ავიდე თითო მილიარდამდე და გავხდე ოლიგარქი. ძალიან კარგია. ფულმა ხომ არ გაგრყვნათ? არა, მეტყობა გარყვნილის. პირიქით, ფულმა გამომასწორა, ფულმა მე ის მომცა, რა მომცა, იცი მე ფულმა ჯიმა. ფულმა ის მომცა, რომ მე დღეს ხრებში გაშლილი ვარ. ეს მომცა ფულმა. და ამ გაშლის შედეგად ფულმა ხომ არ დაგბშვნათ?
არა, ვითარ შემთხვევაში, ხრებში გამშალა. მალებში მაგასე ჩაყოლებულია $100-იანები. ფულმა კბილები ხომ არ დაგიცვინათ? ფულმა? დიახ. ნუ ფულის შედეგად ჩვენ ვიცით ახლა ის შეიძლება ბევრი ნარკოტიკული საშუალებები, ასეთი რაღაცები აცვენს კბილს. როგორც იგი არ დიგიცვინათ კბილს. არა, როგორც ზევოთ არ ღნიშნე, მე არ გამყნა რა ფულმა. ფული ხელის ჭუჭყია? ფული ხელის ჭუჭყია, რა თქმა უნდა. მაგიტომაც ვდებ ქველმოქმედებაში ყველაფერს. ფული ჯოჯოხეთს ქველმოქმედებას. ფული ჯოჯოხეთს ანათებს, მართალია? ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ამითეთ ვინმე $1,000,000. თუ ყოფილხარ ჯოჯოხეთში? ვინაიდან ეს ცნობები გაქვთ? მე ჯოჯოხეთს გავდიოდი. გადიოდით. ძალიან კარგი. თუ გამოდიოდით? ჯოჯოხეთიდან გამოვედი უკვე. თუ მიდიმოდიოდით? მას შემდეგ რაც მე პირველი კაპიკები ვიშოვნე, მე ჯოჯოხეთიდან გამოველი. ძალიან კარგი. ასტავნას ფული რა უნდა? ასტავნა თვითონ ფულია. მართალია? ტყუილია. ამოღება და დახარჯვა გიყვართ? სხვათა შორის ძალიან. სხვათა შორის ადამიანი არ არსებობს, ვინც ჩემზე იტყვის პროჭიაო. სხვა ძალიან კარგი. სხვათა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ვიპოვეთ ასეთი ადამიანი და სტუმარი სტუდიაში. ამოღება და დახარჯვა გიყვართ ესე იგი. კი. რომალა მილიონერი ვინ იქნებოდით? მულტიბილიონერი. მულტიბილიონერი. ძალიან ოლიგარქი. და მილიარდელი. და ბოლო კითხვა გამომიწერთ? გამოგიწერთ. ძალიან კარგი. და დასასრულის ჯამს ტრადიციულად ბატონი ლაშა თხოვნა გვექნება ბატონი ლაშა თქვენთან რომ ჩვენ ვიცით თქვენი პროზის, თქვენი პოეზიის შესახებ და შენ მაყურებელო იმედო კონტენტ ჩამქმნისა subscribe ბუთონს დააწეკ ზარს მიეც შვებას მამგვრისა. მე არ შემიძლია ფეხზე წარმოგიდგეთ. დიდი მადლობა. და მეგობრებო, ეს იყო ჩვენი 45 საიუბილეო გადაცემა, რომელშიც განვიხილეთ სხვადასხვა თემები, რომელშიც შევეხეთ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებს, რომელიც არის როგორ ვიშოვოთ $1,000,000, როგორ დავხარჯოთ შემდეგ ეს $1,000,000, თუ არა გვაქვს, როგორ მოვიპოვოთ და ასე შემდეგ. გემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გეფერებით, გეხვევით და subscribe-ზეთ. და ჩვენი სპონსორი არის Leader Sport. კოცნით და გეხვევით, სრულიად შემთხვევით. სრულიად accidentally. Accidentally, yeah.